ნუ ეხმარებით გაბრიელს წესის დაცვაში, მან იცოდა რას ამბობდა. გაბრიელის ქადაგებას მალე განგიმარტავთ ის, ვისაც ყველაზე მეტად ესმის მისი, ვინც თავად გაბრიელის გამოსtildeა. და ეს რომ ახალესი გაბრიელ ბერის ვაწდი საქართველოსი. ერთმა რომ მაკურთხა და ის ვაწდი მარცა. გიორგი ათონელისა, გაბრიელისა და კიდესი. სიმონ გასვეტისა, ვაწლად და მეც წამს რომ ამით შევწამებას ღმერთი ვაწლად შეიცნას. შემოსეველი იყო ესე იგი ბატონი გაბრიელი მე ახლა შეიძლება ვატყობდი მაშინ რაღაცებს მაგას მაგრამ თვითონ უფრო მაგრად ვატყობდა რომ 13 სტუდენტში მე მიყავდი მოსახსენებლად როდიოდ ვერ ჩენოს ბები ეგ ლიგედა თუ მეტი რატომ მოვაკენოს ესე და უთხარი ბატონო გაბრიელი რატომ მაკენებას შენ მოვლენა ხარ შინო რასი მოვლენა არ გამოცია კიდე ერთი დელთავარია საბადის საცემო ეს არის ილია შიოლაშვილი ეს კაგეთა და მოძღვარია ერთი ამის მასწავლებელია ის მოძღვარია თქვენ წინაშე მე ვარ ის როგორც წესი წმინდა და ჯაჭვი არ წყდება დიდი ბერი მოვალეც აიპოვოს მისი ხვით განსაზღვრული მემკვიდრე. გაწმინდოს ის საიდუმლოდ გაიყვანოს ღმერთამდე და ბოლოს დაუტოვოს მას მისი წინამორბედი წმინდანების მიერ მემკვიდრეობით მიღებული საიდუმლოება. გაბრიელ ბერს ბეთანელი წმინდა მამისაგან გადაეცა ღვთიური ძალა, ცოდნა და სულიერება, რომელსაც აუცილებლად დაუტოვებდა ვინმეს. როგორც ამბობს რომ აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემს და მას ამაღლებულია მამა გაბრიელი ესეთი მინდა აბა თედორე კვალიტეტური ვინ იყო ისეთი მოწამეა და ისეთი წამებულია მამა გაბრიელი აბა მისულიყო ვინმე და შეიძლება დეთ დაეწოდნენ მის სურათს რასუსად მამა გაბრიელი შეძლო მამა გაბრიელი გადავიდა იმ ზღვარს ის ხიდი რომელიც იყო თადე ხაი ხიდის გამთლიანებელია მამა გაბრიელი ყოველთვის აი გაწყდა ყინული რომელიც მამა გაბრიელი გააკეთა და შეა გაიშვა მე სოხალავე დავიდა ყველაფერი ერთმაგებული ცხოვრება და უფალმა მოხდა ერსა ფირსა წყალობითა და შეგვეძლია უფალ აი ამდენი ეკლესია მონასტრები ესეთი წმინდანების მიერა მე 20 საუკუნეს წმინდანები ბევრი არ აყავს ამგეთი არ აყავს ბევრი და სპიჩკა კევათხი იმას კიდევ ვიგდა ეს დამთავრდა ეს გოხდა და ეს აბრიალდა და იქო ინტუისტების სახლი იყო ადრე. ხო, პირდაპირ. და ერთის ნახოთ მთელი ეს საზღვარგარეთის ხალხი გამოცვიდა ეს ინტუისტები, გამოცვიდნენ უყოლას ეჭირას ფოტოაპარატები და იღებდნენ ამ მომენტს. არ გავიდა საათნახევარი და BBC-მ გადმოსცა რომ საქართველოსი ბერმა გაბრიელ ურგებაძემ
ამოდამ დღეს ისე იგი წაუკიდა ცეცხლი დიდი ანტიქრისტეს იმასო ლენინისო. დაწვაო. დღეისით მზისითო დაწვა. შამემესუნე ჯარისკაცები როგორც ქრისტეს და მივყება ერთი სართული მეორე სართული აქტივად მაღლა და ვიცი რომ თავრობა იწვის ტრიოკა პაჟარი კამანდები მოვიდნენ ასხამენი მლენით უკრიდან და წინიდან და იწვის მინისტრთა საბჭოს შენობა 12 მეტრიანი ამას ისე მართავს გეუბნებით როგორც და ყველა შეკითხვას მაძლევდა და მე იქადგება მე რა ვქენი მეთქი კაცობა ღმერთმა დასწავლოს მეთქი გამიყვანეთ და დამხვრით და სადაც ის ძაღლი დახწვილე ეგრე უთარით მოვიოდეს შენი რა გააკეთაო რა გააკეთე იცი რომ თელი მოსკოვი რეკავს ცეკაშ დაგუდევსაო მოხსნას შენი გულისთვის თელ ცეკას ახსნეს შენი იცი რომ დახრეტა გახო ალდექი და პირჭველი გადავიწერე დიდა არც ქრისტე ღმერთი დიდ ხარ შენ ქრისტე ღმერთო და საკვირველარია საქმენი შენი და ვერ ვიშემძლებელ არც მადლის მიცემა საკვირველებათა შენთან ღმერთო ჩემებურად მოწვიო თუ განცირა შენ ხო ყველგან ახარ ჰაერი სვიმისი ყველგან არიაში და შენ ახარ უფალი და თხოვდი უფალსა რომ რაც მე ხატები გამიკეთებია მეთქი და ის ეკლესია მიშენებია ჩემი ხელით ხო გიგია უთხარი აი იმ ხატების მადლით მამხედე უფალო მეთქი ახლა გამაძლიერე მე ვარ მარტო არავინ არ ამყვერძა Gabriel Bersa. Rabodio. Automatic Chankres. Ava? Benvarsha. Neftkilo, Nefto. Mordiva Satsanegalat. Bevicido Tahonepalat. Ava Christe. Meholnat Lobdi Telisitsonskane. Dosheli Sakhelisti. ვეწამა მამაცემ იყო აღმოსკოვის თავმჯდომარეო ამ რაიონშიო აქ იყო ღვთისმშობლის ეკლესიაო და მამაცემ როგორც აღმოსკოვის თავმჯდომარეო დაანგრიინეს ეს ეკლესიაო მამაცემ დაანგრიინში ხო რა ადგილას არის არა დაანგრიაო მამაცემ ეს ეკლესიაო და შუა ეზოში ამოთხარა დიდი ორმო ხო დეცუს ახალგაზრდა იყო ეს გაბრიელი რა ხო და გაუჩვენე ზერად იყო ისე გაფიცნობიერებული რელიგიურად და რაღაცა. ხო და ეს და აქაო შუა აი ამ ადგილასო დიდი ორმო აქო თორემ ამოთხრიელიო მამაცემს ამოუთხრიაო და მე ხო პატარა ვიყავი და აი ეს თელი იქიდან წამოღებული ხატებიო ჩაღარ აქაო დედაღვთისმშობლის ძვირფასი ხატი თურმე ისე ძვირფასი თლები თურმე ესა მოწადილი ჩაუგდიეს იქა და გუმბათი ჯვარითანაც მიუყურებია ჩაუგდია და ეს ორმო დააფარა თურმე დააფარა და ორი კვირის მერეო ამის შემდეგო ამბირის შემდეგო ორი კვირის შემდეგო მამაცემი იყო მონადირობა უყვარდაო და გადმოიღო თოფიო რომ წასულიყო სანადიროთო იმ თოფიო არა ყოფილა ტყვიაო და იმ გაწმენდის დროსაო გავარდაო თოფიო ესე იგი სასწაულად გავარდაო და მამაცემს ეს ნახევარი თავიო და აგდიდა სულაო ეს ეკლესია მამა გაბრიელის აშენებულია. იგი საშინელი დრო იყო მაშინ კომუნისტების დევნა საშინელი ათეისტური ხანა იყო და ძალიან ბევრს ყვებოდა ხოლმე რომ ხატებსო სულ ნაგვის მანქანიდან ყრიდნენ ხოლმეო და მეო სულ ვიყავი ხოლმეო სანაგვეზეო და სულ ნაგავშიო ხატებს ვიქებოდიო და ძალიან ძვირფასი ხატები იყო და ხედავდი მე მანქანა რომ მოდიოდაო გული მიგრძნობდა ხოლმე ის მანქანა რომ დაიცლებოდა ვიცოდი რომ იქ ხატი იყო და ნამდვილად წავიდოდი და იყო ხატები ამ ხატებს ვაგროვებდიო და აი ამ სანაგვეზე იყო ხოლმე კიდეო
ერთი რკინის ხელობა ეხერხებოდაო და თუ მე ნავთქურას ვიპოვიდიო, მათ ვაძლევდიო იმას რკინის ხელოსანს. თუ ის ფეხსაცმელი შემხვდებოდა, იმ მეწაღეს ვაძლევდიო და ისინი კიდევ ხატს გარიგებული ვიყავითო ესეო და მე ვთხარი მამა გაბრიელი, რას ჭამდით მეთქი, გარგშიოდათ მეთქი, დღე ღამე სულ იქ რო იყავი. რაო და იმ ნაგავში იმდენ საჭმელს პოულობდით და მდიდარი ხალხი რო იყო და არ მოსწონდა საჭმელიო, აი საზამთრო მაგალითად გადმოარდებოდა ნაგავში, ცოტა ჰქონდა მოჭრილი არ მოსწონდა, გადაყრილით აი ვერჩიო გიგზავნიდაო საჭმელსაც და სასმელსაცაო. დაიწყო გაბრიელმა, მიდიოდა ესე სასაფლაოებზე, დღესასწაულებში სოფლებში მიდიოდა და სადაც ის იყო ხოლმე საფლავში აკურთხებოდა თუ რასაც შვებოდა, იქიდან რასაც გროშებს რაღაცებს აძლევდნენ, აი იმ ფულსა ესე აგროვებდა, ჩამოდიოდა და აგურს ისე იგი ყიდულობდა და ჩანთა ქონდა, ორი ჩანთა, იმ ჩანთაში ალაგებდა აგურებს, რაც ჩაეწევოდა და ესე როგორც ახედარი ესე მოხდა აგურები და აგროვებდა ამ ეკლესიაში. მე თვითონაც მითხრა. ზენიცი მე კი არ ვაჩერებ მაგასაო. ესა რომანი მას ნახო, მე კი არა ვაბავინა. ანგელოზი მაშენებინებს, ის ანგელოზი გამოუშვა ღმერთმა თორესო, რომელი ანგელოზის ეკლესიაც დაინგრაო. რომანი მეუბნება, რომელი სუ რა იყო მეთქი, სუ ვანეთ ხმარო იყო. რა იყო, უყურებს იქ რას უყურებ მეთქი. კიდე გამაჩვენა. რა არის მეთქი, მე მეუბნება. აბა შეიხედე რა არის და ნუ რაღაცა შრეალი მომესვა მე. ზეხლა ტყუს ვერ მიწვერო თქვა რომ ვერ და დავინახე რაღაცა ხო? და მეუბნება, იცი რაო? მეო დავინახეო, რომ თეთრ სამოსოთში შემოსილიო. სამოსოთში გავწყინებულიო, ესე იგი სახეს არ მიჩვენებდა. ესე იგი ის ჩვენებაო, ესე იგი იღებდაო. ამ თიხასის სილოს ყრიდა ბედროში და აწოდებდა მაღლაო. ყრიდა და აწოდებდა და შიშისაგან ამას გული წავიდა. ხო და მოვითელი მილიცია იყო მილიციის უფროსი გამანდი ქუჩა ხალხი წარზე დიდი გრუზავიკი ავიდნენ მუშა მოიყვანეს სულ დაუკრიეს მაღლიდან ჯვრები შიგარა შიგ როგორ რაცია მაგარი რაღაც სულ დაუკრიეს და წაიღეს ვერ ვიჯერებდი რომ ეს იყო ლოთი. ამას ვერაფერ ჩემთვის ვერ შედიოდა და არა და სუღვინოს მასმევდა და ვისაც კი ლოთი ეგონა და წითელ ჭიქას მიაწოდებდა უცბად ალუბლისწვენი გამოდიოდა იმ ჭიქაში. ხო და აი არ ვიცი ვერ გეტყვი რა. მიიღო ესეთი შემთხვევა რომ არ ჭამდა საერთოდ არაფერს ნიკოლოზი და შიოდა, მაგრამ არ ჭამდა, მაგრამ შიოდა ძალიან. და ერთხელაც რომ არ ჭამდა, არ ცვავდა უზეთო მარხვაზე იყო, კიდე საერთოდ არაფერს არ ჭამდა და ამოიყვანა ერთხელ და დაუწყო ჩხუბი, ლანძღვა, გაახსენა ყველა მისი ჩადენილი ცოდვა და ესე იგი ნიკოლოზიზე ტირის სუდათ არის, უკვე თავის ცოდვებისგან არის დამძიმებული და გაუშალა ძვირფასი ტრაპეზი და უთხრა მიირთვიო. მაგრამ მამა გაბრიელ არ შემიძლია, აი ეგ არის მარხვაო. ის კი არა ხშია და არ ჭამო, აი რომ არც უნდა ხშიოდესო, შენ ცოდვებს ისე უნდა დიროდეო. ერთხელ მამა გაბრიელმა ესე იგი თხოვა რომ ოთარი დღეს აუცილებლად უნდა წავიდეთ მარტყოფში. და ბანქარა იყო დაზიანებული. მე ვთხარი რომ მამა გაბრიელ დღეს ამას ვერ შევძლებთ, ვერ მოვახერხებთ, იმიტომ რომ ბანქანა არ არის მოწესრიგებული სამაგისო პუნქტი. ესე იგი გაბრიელ ბერმა არ იცის რას ამბობსო? და გულში გავიფიქრე. ახლა ეგრეა, კარგი ბატონო, წავიდეთ. და რო ვერავართ იქ და გავწვალდებით და ღამე შეიძლება დღეში გათელება მოგვიწიოს. მერე ხანდახან მეწყო დამიჯერებ მამა გაბრიელ. წამოვედით. ეს ასფალტიანი გზები ჩავამტავრეთ. შევდექით მარტყოფის გზებს და ხო და ეხლა უკვე აღმართები იწყება. უკვე დღეს მივახლოვდით და აღმართები მოწევით და მანქანასაც უკვე უჭირს ელამის ჩაქრეს ისია და ვიცი რომ უნდა დამთავრდეს ჩვენი მოძრაობა და იქ იშვიათად დადიოდა მაშინ მანქანები და ვინ რას გვიშველი და რას გვიზამდა მე რა ვიცი ახლა და უცებ ამ განწყობაში როა აი გაზის პედალს რო ეძახით ეს თითქოს ჩავარდა ჩაწყდა რაღაცა კაპანისმა გაადინა და წარმოიდგინეთ რომ აი როგორი რამ მოხდა რომ სპეციალურად რო გაზის პედალს ბოლომდე დააჭერბეს და მოტორი რო უცებ
აღუვილდება და რაღაცა აი ასეთი დიდი ხმაურით ძრავი ხმა გაძლიერდა ძრავის ხმა და ეს მანქანაც მოწყდა ადგილს ერთი ცხენი რო გაიქცევა კაც და ცდილობს რომ თავი დაუჭიროს ისევ ატრიალებ ასე რულს ეხლა და ტორმუსაც კი ვცდილობ ფეხი დავადგა ბუხრებს რომ აი ეს შენერდეს ცოტა სიარული რომ მოსახვეებში რაღაცებში და ისედაც ასე დაძაბულად ვზივარ ეხლა რულზე და ამ დროს მამა გაბრიელი მეუბნება უკან არ მიიხედო შვილო და ეს რომ მითხრა ეხლა უკან არც ვაპირებდი მიხედვას მაგრამ ბურება ადამიანის ასეთი რასაც დაგიშილან აგიგზავნებენ ის მოგინდება უცებედად და მოვიდობენ რომ ეს სარგეში გამეხედა უკან ისე არ მინდოდა რა თქმა უნდა საერთოდ და უკან არ მიიხედო შვილო ამიტომ მარტყოფელი გვიზის მანქანაში მეუბნება მამა გავრელი ამ სიტყვებს და ახლა ხაბია და ისედაც გაცდებით ვარ დაღლილი და ამბავე და მამა გავრელი მეუბნება უკან არ მიეხედო მანქანაში ამიტომ მარტყოფელი გვიზისო რაღაცნაირად ვიგრძენი რომ ეს თმებით ცოტა ზემოთ წამოვიდა ალბათ რაღაცა თავისებურად ბადონის განცდაში ვიქნებოდი წარმოვიდგენთ ალბათ და გამიგებდო და ეს მანქანა მოგითხარით რომ გარბის ფაქტურად ამაღმართებში მონასტრის გარე ყოველთვის დაგეტილი იყო იქ უმეტეს შემთხვევაში სამანქანოს შესასვლელის ზუსტად იმ დღეს დახვდა ღია შევარდა ეს მანქანა შიგ და ეზოში როგორც კი შევიდა ათახტახტა რაღაცა ჩაქრა კიდევაც თავისით იქ მონასტერში ურევდი ეჯურის მონასტრის მთებს საერთოდ და ვფიქრობდი რომ აი არ შეუძლია მეთქი ნედა რომ ჩემი გულისთვის თუნდაც მეთქი რომ აი ეს მთები გადაწიოს და გადმოწიოს მეთქი გავიფიქრე ესეთი რაღაცა და მე ფიქრს კიდე ფიქრი მოყვა დამოვიწყდა ეს ჩემი ნაფიქრალი და როგორ დამადგა უნიდან მოვიდა მამა გაბრიელი და მეუბნება რომ გინდაო ეხლა ეს მთები გადაწიო მემაც ეხლა შენი გულისთვის გავაკეთებ იცი მარჯვენა ხელში რა ძალა მაქვს ჯვარს გადავსახავ მთას გადავწევო მე გადმოვსახავ და მთას ისე გადმოვწევო მე გავხილე მთებს და არა მეთქი შემეშინდა იცი და არ დაინგრეს მეთქი გულში გავიფიქრე გულშინი არ დაინგრევაო თვითონ გამწევ პასუხი და არა მეთქი მამა გაბრიელ არ მინდა მეთქი მაგრამ თებს რო გავხილე მაინც ეჭვი შემეპარა რომ ვერ გააკეთებდა ამას და რაღაც პაუზის მერე გავხედე ესე მამა გაბრიელს და მამა გაბრიელი ტიროდა რატომ მარჯერა ჩემიო მაგრამ შენ ეს რა თქინდაო საოცრება იცი რა არის რომ აი ამოდენა დედამიწა რას უკავია ჰაერშიო საოცრება არ არის რომ აი ბალახიო მწვანეაო ძროხა ძოს ამ ბალახს და რძე თეთრიაო აი ეს არის საოცრებაო და შეიხურა კარები და შევიდა ერთი მოწყარი რომელსაც აღთქმა ჰქონდა დადებული და ხმას არ იღებდა და გარკვეული პერიოდი ჩუმად იყო და აი აღდგომ დღეს მართლაც მოხდა ისე რომ შეხვდა მამა გაბრიელს და მამა გაბრიელმა გამოცდის თვალსაზრისით და მიზნით ქრისტე აღსდგა გაუთხრა და მან ეს იგი პასუხი არ გასა თავი დაუკრა და რაო ასეთი დღესასწაული და შეხმას არ იღებო და აი ჩოქეში დამყავო როგორც იცოდა საყვარელს სიყვარულით მამა გაბრიელმა და დააჩოქა და ლანძღა და მე ისე ქრისტე აღსდგა გაუთხრა ბოლოს მან მაინც თავი დაუკრა არ გასცა მამა გაბრიელმაც თავი დაუკრა და მე მიუბრუნდა სხვა ზოთროს გამოვცადეო და ძალიან დიდი ვიღაცაა სვეტი ცხოვრები წარმამიდგა თვალწინა და დედათა მონასტერი საქართველოს რიბად გულისთვის და შავწედო თამი აბოთბილების წამებისთვის აბოთბილები არაბებმა წამებს და მუსულმანმა დაბერე წამები კომუნისტების ხრიდან ბოლო წამების დივარ გაბრიელი ისაუნდა შანაშილდეს თითო თავიდანვე
უცნაური ბავშვი რო იყო. აი ზოგჯერ ერთი ძველი კარები ქონდა ალაყაფის ხის კარები და იმ კარებში ასე შემოფრინდებოდა და რაღაცნაირად იქცეოდა და ვერ გვესმოდა ეს ბავშვი რასაკეთებ დედაჩემსაც ვერ ესმოდა და მეზობლები გვყავდა და ისე მორწმუნეები იყვნენ ერთი ნინა და მარო. ой ისავ ეს ღვთის მონაბიჯია. მე მაგონდება ჩვენ დღეები. როგორ იყო მასიღონდა როგორ მიყავით ჩვენ. ეკლესიებს აშენებდა სულ ააშენებდა და მეტყოდა აბა შენი თოჯინა მომეცი და ჩასვავდა და ზარი აუცილებლად თონა მე რეკავდა იმ ზარს და ის თოჯინა იყო იმ ეკლესიაში და მოკლედ აი სულ ეკლესიურ რაღაცებს აკეთებდა, რასაც ხედავდა ეკლესიაში, იმას აკეთებდა. როგორ დაიბადა ეს საეკლესიო ნემში ძვებოდა. გაბრიელმა მითხრა, აი ხო ყველაფერი უნდა გითხრაო. რა მეთქი და მართალი სასახშიო. აი აქ ეს დოსიე მათენა. თავის სახლის ისე აი ხო ისე ატარო საფურავი ვისაო, აი აქ მე ვიძინებდი ხოლმე ზაფხულში რა ხელოდა. ერთღამე მესათოვ რა ხო დავიძინო. საათის ესე იქნებოდა 2-ო, ღამეო, უთათო მომესო რაღაც ისეთი რაღაც მოიელივით რაღაც მოვდა. ესე შეხედე აი ესე გავახილე თვალიო და დავინახეო რომ ბამჯგვლიანიო, დიდი რაღაც აი როგორც ხერხი, როგორც მაიმუნი, ეგრეს ქებით დამადგა თავზეო. ქები და მითხრაო. შენ ლატირაკო შენ და შემებრძოლო მეო, შელატირაკო და ესე იგი დამარტყავდა, რომ დამარტყავო, ესე იგი შუ თავში რომ ჩამარტყავო, ესე იგი უთათავ დამიწყო ზრიალი თავმა, ესე იგი და გავითიშეო. ჩემთვისაც უკვე. გავითიშეო. რო ესე იგი რომ გავითიშეო, ესე იგი ამდენი ხანი ვიყავი არ ვიციო და მე მომასულიელესო, რომ მომასულიელესო, ჩემება კიდე დედაჩება და ჩემება და არ იქო ესო ალბათ გაგიჟდაო და წამიყვანესო ფსიქიატრიულშიო. ატარობიდან დაიბადა ღვთისშვილად. აი აქ ეს ზოში ეძინა და ელმა როგორ მეხვიდა აი ეს ფრთიანი ვიღაცა მედგა თავზეო. ჩვენ კიდე არ გვჯეროდა, მაგრამ აი დაუჯერებელი ხომ მოხდა ყველაფერი ეს. ერთხელ აი გამახსენდა დედაჩემ იცო გებრე გაბრიელი არ არის არსად. სად არის გაბრიელი? დედაჩემმა მითხრა, ჯულა მოდი მე და შენ ბეთანიაში ავიდეთო. გამეხარდა წავიდეთ მეთქი ბეთანიაში. და წავედით ალბათ ბეთანიამდე კი ვიყავი ავტობუსით ვიარეთ, იქ ისეთი მინდვრები იყოს. და იქიდან კიდე ფეხით ამ ტყეებში ვიარეთ. ადი ეს ფერდობი ჩადი, ადი ეს ორი ქალი მივდივართ. მივედით და გაბრიელი დაგვხვდა იქ. ისე გაგვეხარდა რომ ვნახეთ და იქ გაბრიელი არა და არსად იყო არ ვიცოდით. ხო და მივედით და გაბრიელი ჩუბად აგური ავადმყოფი ბერია ავადმყოფი მაშინ ორივე ცოცხლები იყვნენ გიორგი და ივანე. ნუ დედაჩემი დროთა განმავლობაში სულ მეუბნეოდა იცი რაო ჯულაო მე რომ მოვკვდებიო გაბრიელის გვერდზე დამასაფლავე. ვეტყოდი რაც როგორ უნდა გასაფლავო გაბრიელის გვერდზე. იქ მონაზვნების ადგილია, შენ როგორ უნდა ვინ დაგასაფლავებს იქ. ბარბარე გახდა მონოზანიანა. შენ რა კაცი ხარ, როგორ ისწრებს ერთმანეთს, ეს არანაირი გიჟიაო. ეს აბჭულულად ლაპარაკობს, ამაზე იძახიან, პენსია მეუციათ, მე თორ გიჟიაო. დაბა მეთქი დაამტკიცე, მე თუ გიჟი ვარ თუ სოლოპონ კაცები. სწორედ მაგასი აღდათ წყალობათი და ვერ გაგიგებ. მამა გაბრიელი იყო საოცარი მასწავლებელი, აი მაშინ შეიძლება ვერ იგებდი, რატო აკეთებდა ამ მოქმედებას ამ საქციეს, მაგრამ ეხლა როცა მამების ცხოვრებას კითხულობ, ყველაფერი ის მაგონდება და უკვე იხსნება, ცოტა მაინც იხსნება თუ ბევრი არა და მახსოვს ერთმა ქალმა მოუტანა პერაშკები, მამა გაბრიელი იყო ავად.
და მამა გაბრიელთან იწვა მამა გაბრიელი და ეს ქალი მოვიდა ხალბატონი მეო ჩემი ხელით გამოვაცხევ ეს პერაშკები და მინდა რომ თქვენო მიირთვათო და თან ხელით ესე ეფერება თითქოს გადი ქალო აქედან რას მეთომარები ბერი ვარ ქალი ესე გამოაქვს ზუსტად ესეც მოქმედები ციკი ჩვენ ამით იცი რა გვაჩვენა ის ბერი რო იყო და იმაზე ის არაფერი არ მოქმედებდა ის დიდი იყო მაგრამ ამით გვაჩვენებდა რომ არ შეიძლება სასულიერო პირთან ასე ახლოს არ შეიძლება მის შეხება არ შეიძლება ეს ჩვენ ხორციელი კი არ უნდა გვიყვარდეს მაშინ სულიერი უნდა გვიყვარდეს და საქმე იმაში არის რომ მამა გაბრიელი საოცარი იყო ღმერთ შემოსილი მამა იყო და აი ეს გიზიდავდა ღმერთი გიზიდავდა მაშინ მამა გაბრიელი ჯერჯერობით მიწიურად შერაცხული არის ეს კი პატრიარქოსგან ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად შერაცხული ღმერთმა შერაცხა ღმერთს რომ არ შეერაცხა ასეთი დიდი სასწაულები და ასეთი დიდი კურნებები არ მოხდებოდა ამიტომაც რადგანაც ასეთი დიდი სასწაულები ხდება ეს იმას ნიშნავს და უამრავი ეპისკოპოსიც ამოწმებს რომ მამა გაბრიელი ნამდვილად არის წმინდა მამა რომელიც ღმერთმა შერაცხა და თავის წმინდა დასში შეიყვანა მამა გაბრიელი იყო პირველი მოძღვარი რომელიც გაგვიყვანა ჩვენ გზა აი ამ ცხოვრებისაგან ეს არ ხდება მეგეთ სისხლით არის და ცრემლისა და დიდი რუდუნები დიდი ლოცვით არის საქართველოს ბიძა გაჟღენთილი რომ აი წინაპარას ნაკვალები ჩვენ არ გვტოვებსო და მაინც აღორდნა ხოჩით ნათქვამი ამ ქართული ანდაზა რომ სამთელ საქმეველი თავისას არ დაკარგავს და ის მამა გაბრიელი არის აღტებული ლამპარი ჩვენთვის ცხოვრების აი ბერი სულიერი პირი რომელიც წინამძღოლი აი ასეთი უნდა იყოს მოძღვრის შემართება მოძღვრის ცხოვრება როგორც იყო მამა გაბრიელი და მოვათრო ამგეთ უდიდესი პიროვნება ჩვენ მაშინ ვერ ვაცნობიერებდით რომ ჩვენ მიგვიად გაგვერჩი და ვინ იყო მამა გაბრიელი მამა გაბრიელი ძალიან დიდი პიროვნება აი როგორც არიან ქრისტეს პისტოლები სალოსნი ამგე შეიძლება მოგეჩვენებინა მამა გაბრიელი სულელად თავმოგასინადეს ასე არ იყო მისი მსახურება იყო ერთადერთი უდიდესი მაგნი რომელიც მსახურებოდა უფალს არცასიარებდნენ ასე იყო ჩვენი გაბრიელი და ძალიან უყვარდა მამა დავითის ეკლესიას ძალიან უყვარდა იქ ავიდოდა ხოლმე სულ საგვიჭნაუები თუ ის სარდაფები ყველაფერს მიალაგებდა და ზიარებისთვის როგორ ემზადებოდა 6 საათზე უკვე იქ იყო სევით ასული ფეხით და ელოდებოდა ზიარებას ხვალუნა წმინდა დავითის ეკლესიაში ვეზიარო და ეს იყო მაგისთვის უდიდესი დღესასწაული. გაბრიელ ესე იგი იყო ჩემი ესე იგი უახლოესი მეგობარიც იყო ასე ვთქვათ და ერთ ღვთის მსახური ვიყავით ერთ ღვთის მსახური მაგრამ შეიძლება გიჯი ჭკვიანი იქნეს მაგრამ ჭკვიანი გიჯი იქნეს მაგრამ გიჯი თავის ხელში არ შემოწმე სიტყვა ღმერთიდან გამოჩეკების და მიაწვეს იმას ესე ისაც მისაწოდელი. მინდა მამები გვასწავლია. დიდი წინასწარმეტყველად ტოვებს რა თავის ფიზიკურ სხეულს, ის არ ტოვებს სულიერად თავის ხალხს. აგრძელებს რა თავის მისიას მის სულიერ მემკვიდრეში. ერთად შევედით მე და მამა ნიკოლოზი და მე მიყურებდა მამა გაბრიელი რადგანაც თვალებში და მამა ნიკოლოზ უთხრა რომ ნიკოლოზ მოდი ჩემთანო და აი ესე დაიჩოქა ნიკოლოზი დაიჩოქა და ესე მუხლის ჩოქვით მივიდა მასთან და კურთხევა იყო მისთან ბოლომდე დაუხარა თავი და მიყურებდა თვალებში იცი მამა გაბრიელი ჩარჩა მეხსიერებაში და მე მივხვდი რომ აი ეს არის მონასტერი საერთოდ აი ეს ერთი პატარა რაღაცა და აქ უკვე გამოხატულიყო მთელი მონასტერი. აი მორჩილებით, სიყვარულით, სიმდაბლით მოცემული.
გამაგაბრიელმა მოვლენა არისო და კიდე ხოლმე ესეთიო მოვლენა არისო და თქვენ არიცითო თქვენი შვილიო რა იქნება როგორ იქნებაო და თავისი სიტყვით დაემონება ქვეყნიერება მაგასთანო მისვლაო და ხელზე კოცნაო და დამისაო დიდი მიღწევა იქნებაო ყველა ადამიანის Soffotis cacit o coli, vanos emiscarotis o soffotis. Nafla befari kai sakhiotis. Galva martal samlopsan galva